გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემს არხზე. მოკლედ, გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებაში უფრო მეტად რუტინული გავხდე, ჩემი სხეულისთვის კარგი რაღაცები ვაკეთო და ჩემი მენტალური ჯანმრთელობისთვის კარგი რაღაცები ვაკეთო, იმიტომ რომ თუ მენტალური ჯანმრთელობა არ გვაქვს მოწესრიგებული, სხეულითაც კარგად არ გრძნობ და თუ სხეულიც არ არის იმ მდგომარეობაში, როგორც უნდა იყოს და არ არის ჯანმრთელი, არც მენტალურად არ გრძნობ თავს კარგად და ეს ორივე ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ რაღაცებზე უფრო მეტად ვიზრუნო ჩემს სტილზე, ვიზრუნო კვებაზე და ასე შემდეგ და საერთოდ ამ ყველაფერზე და გარკვეულწილად ეს ჩელენჯიც არის საკუთარი თავისთვის, ვთქვათ, შევეშვა ისეთ ცუდ ჩვევებს, რომელიც მაქვს შევშვა ისეთ რაღაცებს, რასაც დამოკიდებული ვარ ძალიან და ეს ჩემთვის გამოწვევაა, რა თქმა უნდა, როგორ გავამკლავდები და ამ მაისის განმავლობაში მინდა რომ ვიყო ძალიან სტაბილური, მუდმივი, არ მოვეშვა და რაღაცები მუდმივად ვაკეთო. იმედი მაქვს, რომ ეს თქვენთვისაც მოტივაციის მომცემი იქნება, ვისაც გინდათ, რომ მაგალითად რაღაცები შეცვალოთ საკუთარ სხეულში, საკუთარ თავში, საკუთარ ცხოვრებაში და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მინდა გამოვასწორო საკუთარ თავში, რა მინდა შევცვალო, რითაც თავს უფრო მეტად ჯანსაღად და კარგად ვიგრძნობ. პირველი, რასაც ვაკეთებ, მაისის განმავლობაში არ მინდა არც ერთი დღე ჩავაგდო ვარჯიშის გარეშე. ჯიმში არ დავდივარ, სახლში ვარჯიშობ. ჩემთვის ყველაზე კომფორტული ვარჯიში არის პილატესი, რთული რაღაცები არ შემიძლია, კარდიო არ შემიძლია. პილატესი და იოგა არის უფრო ჩემი და გირჩევთ, რომ ყველამ ის ვარჯიში იპოვოთ, რომელიც არ შეგაძულებთ მოკლედ ამ პერიოდს ვარჯიშის, უფრო მეტად შეგაყვარებთ, კარგად გაგრძნობინებთ თავს. მე ეს რაღაცები ნაპოვნი მაქვს. ზოგს მაგალითად პილატესი არ მოწონს და ბევრად უფრო სხვა რაღაც ურჩევნია რომ გააკეთოს, მაგალითად წონით ვარჯიშები და ასე შემდეგ. მე არ შემიძლია ეგეთი ვარჯიშების ადამიანი არ ვარ, ამიტომ ვიპოვე პილატესი, რომელიც ძალიან კარგია ჩემთვის, ასევე იოგა. დავიწყე სხვათა შორის უკვე არ ვიცი რამდენი ხანია ვარჯიშობ, ალბათ 5 დღეა ესე და უკვე ვამჩნევ, რომ სხეული ბევრად უფრო ჯანსაღი არის, ბევრად უფრო მეტი ენერგია მაქვს, უფრო იკვეთება კუნთები და ასე შემდეგ, ხო და ძალიან მომწონს და ეგ მერე უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს ხოლმე. 2-3 დღე მგონი რომ გავუძლო და ამის შემდეგ ცვლილებას მაშინ მეტყობთ საკუთარ თავს და მოტივაცია გეძლევათ, რომ უფრო და უფრო მეტი გააკეთოთ. ვარჯიშობ ხოლმე დაახლოებით 40 წუთს ასე, მთლიანი სხეულის პილატესს ვაკეთებ ხოლმე, პრესებს ვაკეთებ დამატებით. ჩემი საყვარელი YouTube ჩანელები ამისთვის არის Pilates by Easy. ამ გოგოს აქვს საკმაოდ რთული ვარჯიშები. წონებითაც ვარჯიშობს, მაგრამ წონები არ მაქვს, არ გამიკეთებია მისი წონითი ვარჯიშები, მაგრამ აქვს რამდენიმე წონების გარეშე. ბევრი ვარჯიში მიცდია YouTube-ზე პილატესის და ეს გოგო არის ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო, იმიტომ რომ საკმაოდ რთული ვარჯიშები აქვს. და რაღაცნაირად მთლიანი სხეული ძალიან კარგად იტვირთება და ვარჯიშის მერე კარგად გრძნობთ თავს. და მეორე ჩემი საყვარელი ჩანელი არის Movies Nicole. ეს გოგოც ძალიან კარგია. მის ვარჯიშებში უფრო მეტად ესეთი გაწელვითი ვარჯიშები აქვს რაღაცნაირი. იზის უფრო მეტად დატვირთულია კუნთებზე დატვირთული ვარჯიშები აქ არ ვიცი როგორ ავხსნა მოკლედ და ნიკოლთან უფრო იწერები. ამიტომ გირჩევთ, რომ ამ ორი ჩანელიდან რომელიმეს ვარჯიშები აარჩიოთ ჩემი პირადი გამოცდილებით, იმიტომ რომ ძალიან კარგი ვარჯიშები აქვს ორივეს. რაც შეეხება იოგას, ყოველთვის იყო და არის ჩემი საყვარელი ჩანელი Boho Yoga. თუ არ ვცდები, კი Boho Yoga, ქერა გოგოა, რომელსაც აქვს არ ვიცი, საუკეთესო იოგას ვარჯიშები აქვს. ასევე მისი ვიდეოები ძალიან ესთეტიურია, სასიამოვნო ხმა აქვს და როდესაც აკეთებთ იოგას, თან ძალიან მშვიდდებით და სხვა სამყაროში გადადიხართ და
ძალიან დამამშვიდებელი და სასიამოვნო ვიდეოები აქვს, ამიტომ იოგიდან ამ ჩანელს გირჩევთ, ძალიან კაია, ძალიან კარგი გოგოა. საკმაოდ რთული ვარჯიშები აქვს, სხვათა შორის ზოგიერთი, განსაკუთრებით 1 საათი, რომელიც გრძელდება და 50 წუთი. ასე რომ ხო, ვარჯიში, პილატესი, იოგა მინდა რომ გახდეს ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი, არ მინდა რომ არც ერთი დღე არ ჩავაგდო. და თუ მაგალითად არ ვიქნები იმის ხასიათს, რომ რაღაც პილატესი გავაკეთო და ტვირთული 45 წუთი, ვეცდები რომ იოგა მაინც გავაკეთო. შემდეგი რაც მინდა რომ მუდმივად იყოს ჩემს ყოველდღიურობაში არის სიარული. შეიძლება ეს არ იყოს 2 საათიანი სიარული, მაგრამ იყოს 15 წუთიანი, 20 წუთიანი სიარული მაინც გარეთ. ყოველდღიურად კი მიწევს ესე გადაადგილება სამსახურში ესე ფეხით, მაგრამ მაგ დროს მაინც არ ვთვლი ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან გადარბენაზე ვარ და სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ, მე ქაოსი ხმაური რაღაც ხალხის და მინდა რომ აი ეს 15 წუთი რასაც გარეთ ვივლი იყოს სადმე პარკში, რადგან ბუნებასთან რო ახლო ხარ და სიმწვანეს რო ხედავ, მაინც სხვანაირად მშვიდდები ადამიანი, სხვანაირად გრძნობ თავს. ასე რომ ეს სიარული და რამდენიმე წუთი მინდა რომ სხვა გარემოში გავატარო გარეთ სიმწვანეში. თქვენთანაც თუ არის რაიმე ისეთი ამწვანებული პარკი, გირჩევთ რომ იქ ბევრი დრო გაატაროთ, ცოტა ხანი იარეთ, შემდეგ ცოტა ხანი დაასხდეთ, არ ვიცი, სივრცეს უყუროთ, რაღაც საყვარელი აქტივობა გააკეთოთ. მე ძალიან მიყვარს ხოლმე მუსიკის მოსმენა, ძალიან მიყვარს ხოლმე ასევე გარეთ დაждომა და ყოველდღიური ჩანაწერების გაკეთება იმაზე თუ თავს როგორ ვგრძნობ, როგორ ვარ, რითი ვარ მადლიერი და ასე შემდეგ, ასე რომ ეს მინდა რომ გახდეს ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი, რომელიც ძალიან მოქმედებს მენტალურ მდგომარეობაზე, იმიტომ რომ გარეთ რომ გადიხარ, მაინც ძალიან მშვიდდები. თითქოს ხო არაფერი ესე რომ ამბობ, მაგრამ მართლა რომ გახვალ ძალიან მშვიდდები და თავს ბევრად უფრო წყნარად გრძნობ და ბევრად უფრო დამშვიდებულად გრძნობ. ასე რომ ეს არ გამოტოვოთ და აუცილებლად გააკეთეთ. ასევე მინდა დღეში დავლიო უფრო მეტი წყალი ვიდრე ვსვამ. დღის განმავლობაში ძალიან ბევრ სითხეებს ვიღებ ყავის სახით, ჩაის სახით და ასე შემდეგ, მაგრამ მინდა რომ უშუალოდ წყალი დავლიო ბევრზე. ბევრი, იმიტომ რომ წყალი მაინც სხვა რაღაც არის, სხვანაირია. კანზე ძალიან კარგად მოქმედებს ჩვენი ორგანიზმისთვის, ძალიან აუცილებელია. ამაზე ბევრს არც ვისაუბრებ, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცით ალბათ როგორი კარგია წყალი. და რატომ უნდა დავლიოთ ბევრი. მინდა ასევე რომ შევამცირო ჩემი ყავის რაოდენობა, რადგან დღეში ვსვამ, არ ვიცი, 5 ჭიქა, 6 ჭიქა ყავას. და ეს მინდა გამოვასწორო და შევცვალო, იმიტომ რომ ამდენი ყავა შესაძლოა არ ფიქრობთ თუ რამდენად ცუდად მოქმედებს ჩვენს ძილზე. კი, ცუდად მოქმედებს, ასევე იწვევს შფოთებს. ამიტომ ამის გამოსასწორებლად მინდა რომ აი ყავა დავლიო 6 საათამდე, 6 საათის მერე საერთოდ აღარ მივიღო კოფეინი. მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება დამამშვიდებელი ჩაი, რაღაცა ჟასმინის კვირილის ჩაი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ყავა და ასევე 6 საათამდე 2 ჭიქა მაქსიმუმ და არა 5 ჭიქა და 10 ჭიქა, როგორც მე ვსვამ ხოლმე. და კიდევ ერთი რაც მინდა რომ გავაკეთო არის ჩემი ძილის რეჟიმი გამოვასწორო, იმიტომ რომ როგორც იცით, მე მაქვს ყოველთვის პრობლემები ძილთან, რაღაც პერიოდი მართლა ძალიან კარგად ვძინავს და შემიძლია რომ გადავალ 24 საათი და დავიძინო და არ გავაღვიძო, მაგრამ შემდეგ მოდის რაღაც პერიოდები, რომ საერთოდ არ მძინავს, არც დღე არ მძინავს, არც ღამე არ მძინავს, აგრე შეიძლება გაგრძელდეს თვეები და იმდენად გათიშული მაქვს ხოლმე გონება. თითქოს აი ვერაფერს ვეღარ აღვქვამ რაღაც რომ გაქვს გადაკრული სახეზე, აი ეგეთი დავდივარ ხოლმე. ასე რომ მინდა ჩემი ძილის რეჟიმი გამოვასწორო, იმიტომ რომ ძილი არის ერთ-ერთი მთავარი რაღაც. ძილის დროს ისვენებს ჩვენი გონება, ჩვენი სხეული, ეხმარება მეტაბოლიზმს და მოკლედ აუცილებელია რომ 8 საათი მაინც გვეძინოს მართლა. მე ძალიან მიყვარს ძილი და თუ მძინავს ხოლმე, ბედნიერი ვარ. არა მარტო 8 საათი, ჩემთვის კიდევ ცოტა 8-ზე მეტი. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა ჩემს ყოველდღიურობაში შევცვალო და ვცვლი ნელ-ნელა, მინდა გამოვასწორო ჩემი კვება. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა კერძების მომზადება არ შემიძლია, არ ვიცი, საშინელება გამოდის ხოლმე, მინდა რომ პატარ-პატარა რაღაცები, რაც ძალიან მარტივია, ვცადო
ბევრად უფრო ჯანსაღად უყვება, ძირითადად ხილით და ბოსტნეულით და მაქსიმალურად ამოვიღო ტკბილეული, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ტკბილეული, არ ვიცი, შოკოლადზე ვგიჟდები და მინდა რომ შევამცირო, არ ვუყვებ იმას, რომ მთლიანად ამოვიღო შაქარი და რაღაც და გადავირიო, მაგრამ ბევრად ნაკლები ვჭამო, ვიდრე ახლა ვჭამ და მაქსიმალურად შევამცირო. ბოსტნეულისგან გავაკეთო ბევრი რაღაც მეტი ხილი ვჭამო, ხილი ძალიან მიყვარს, მოკლედ ყველანაირი და ზაფხული არის ხოლმე მაგიტო ჩემი საყვარელი დრო, რომ ბევრი ხილია. ხილის რაღაცა მრავალფეროვანი ასორტიმენტი გვაქვს და ძალიან კაი პერიოდია, რომ ბევრი ხილი მივიღოთ მოკლედ. ხო და ვინც ჩემსავით ხართ ის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია რაღაც გადასარევი კერძების გაკეთება, მეც გაგიზიარებთ ხოლმე რეცეპტებს, რომელიც ვისწავლე და კარგი გამომივიდა. ძირითადად სალათებს ვაკეთებ ხოლმე კარგს, მოხარშვა, შეწვა რაღაცეებში 0, ანუ მაგას არ უნდა გამაკაროთ. ხორცს ისედაც არ ვჭამ ხოლმე ძალიან იშვიათად. ხო და ეს ჯანკ რაღაცები უნდა შევამცირო, მოკლედ ჩემი ერთ-ერთი guilty pleasure არის კიდევ ჩიპსი, ანუ ჩიპსი ძალიან მიყვარს. ჩიპსი შემიძლია ვჭამო n რაოდენობით. ხო და ესეთი რაღაცები საერთოდ უნდა ამოვიღო, იმიტომ რომ საშინელებაა, კოშმარია ორგანიზმისთვის და ხო და ვფიქრობ, რომ წონაშიც დავიკლებ, რაც ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია და გაგიზიარებთ საინტერესო რაღაცებსაც. ტელეფონი არის ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი და საერთოდ ყველას განუყოფელი ნაწილი, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი არ არის ისე დამოკიდებული, როგორც მე ვარ დამოკიდებული. ყოველ 3 წუთში ერთხელ რო ტელეფონი არ შევამოწმო, არ იცით, უბრალოდ რა მეწყება, ცუდად ხვდები, შფოთები მეწყება და ძალიან მინდა რომ ეგ რაღაც შევცვალო და ყოველ 3 წუთში ერთხელ ტელეფონი არ შევამოწმო, რა ხდება, არ შევიდე და ნაკლები დრო მინდა დავუთმო TikTok-ს, ანუ TikTok-ზე შემიძლია გავატარო საათები, იმიტომ რომ დაიწყებს სკროლვას, იმდენად გითხრევს და ისე გადის დრო, რომ საერთოდ ვერ ხვდები, რომ ამ სკროლვის განმავლობაში გავიდა 1 ან 2 საათი. ხო და ჩემი ერთ-ერთი მიზანი კიდევ არის მაისში და საერთოდ ხომ წლის განმავლობაში, რომ TikTok-ს დავუთმო ნაკლები დრო და Instagram-ს დავუთმო ნაკლები დრო და უფრო მეტად თვითგანვითარებას დავუთმო მეტი დრო. წავიკითხოთ მეტი წიგნი. ეხლა მაგალითად ის პერიოდი მაქვს, რომ დავიწყე რამდენიმე წიგნი და არც ერთი არ დამისრულებია და ეგ ძალიან არ მომწონს, უკვე დიდი ხანი გავიდა, რაც ბოლო წიგნი დავესრულე და ჩემს თავზე ნერვები მეშლება, რომ ხატია, რატო არ იღებ წიგნს და რატო არ კითხულობ და მინდა რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი წავიკითხო. ეს მინდა და გამეზიარებინა თქვენთვის. იმედი მაქვს, რომ ვიღაცებისთვის მოტივაციაც იქნება ჩემი ვიდეოები. ეს ვიდეოც რომ საკუთარ თავს challenge მოვუწყოთ ესეთ ჯანსაღი ცხოვრების მიუხედავად იმისა, რომ ქაოტურ სამყაროში ვცხოვრობ და ძალიან ქაოტურია რეალობა. ჩვენი სხეული რომ ჯანსაღად არის, ეგ პირდაპირ აისახება ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზეც. ეს ყველაფერი არ მინდა რომ დავარღვევო და მინდა რომ მაქსიმალურად consistent ვიყო მაისში და ასე გავაგრძელო შემდეგ ივნისში, ივლისში, აგვისტოში და საერთოდ მთელი ზაფხული, იმიტომ რომ ეჩვევი შემდეგ ამ რუტინას და ძალიან დამნაშავედ გრძნობ თავს ერთი დღეც რომ ჩააგდო და გამოტავა. ეს იყო ჩემი დღევანდელი ვიდეო, ეს იყო ყველაფერი, რაზეც მინდოდა რომ მესაუბრა. მადლობა რომ მიყურებთ. გკაცნით ძალიან ბევრს და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში თუ როგორ ვატარებ ერთ დღეს, როდესაც მაქსიმალურად კარგად ვიქცევი, მაქსიმალურად ვზრუნავ ჩემს თავზე, სხეულზე, მენტალურ მდგომარეობაზე. ხო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, გკაცნით ბევრს.